მოგესალმებით, დღეს მინდა ვისაუბრო ქართული სალექსო ფორმის დიდ მაძიებელსა და რასთავარიან პოლნელზე, მურმან ლებანიძეზე, მის შემოქმედებაზე. Რა თქმა უნდა, ამ განხილვის ფარგლებში მე შემოგთავაზებთ მის ერთ-ერთ წიგნს, უпростоრად რჩეულს, რომელიც პალიტრაელმა გამოსცა სახელად ლირიკა. აღნიშნულ წიგნში შედის მურმან ლებანიძის ცხოვრების მანძილზე დაწერილი სხვადასხვა პერიოდიდან ლექსები, როგორც მისი საწყისი ეტაპიდან, ისე მისი ერთ-ერთი ბოლო რჩეული კრებულიდან შესული ლექსები. სანამ გადავიდოდეთ მისი პოეზიის განხილვაზე, მსურს რომ მოკლედ შევეხოთ მის ბიოგრაფიასაც. მურმან ლებანიძე დაიბადა 1922 წელს აზერბაიჯანში, ახსთაფაში. მალევე ბავშვობიდანვე იგი გადმოვიდა თბილისში, საქართველოში, ოჯახთან ერთად, სადაც ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა მისი სტუდენტური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, რამე თუ მეორე კურსზე იყო, როდესაც დიდ სამამულო ომში წავიდა, აღნიშნული მის შემოქმედებაში ძალიან კაფიოდ რჩება და ტოვებს გავლენას, ბუნებრივია. მის შემოქმედების ერთ-ერთი ხაზი სწორედ ომი გახლავთ. მეორე კურსზე წასული მურმან ლებანიძე თავდაპირველად მიდის კავკასიის უღელტეხილზე საომრად, შემდეგ ყუბანში გადაყავთ, სადაც იბრძვის ფრონტზე, იღებს უმძიმეს ჭრილობებს და სამკურნალო დაბრუნებენ ქალაქში. მოდი ელვის, მოდი, მომეც. ასე მოისვენებს. იგი დააბრუნეს სამშობლოში, სამკურნალოდ. მისი მკურნალობა საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ქალაქი დიდი იმედის, ქალაქი ტყუპი მექის დადიან ბრძნული ხველებით ვეტერანები ჭლექის, ქაში ირემი აყვირდა, ტირილი გაურია, შენამ ქალაქში რა გინდა პარარათა მუნია. მურმან ლებანიძეს არც ომის პერიოდში, არც მკურნალობის პერიოდში არ შეუწყვიტავს ლექსების წერა. მათ შორის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი, რომელიც შემდეგ უკვე სიმღერად იქცა გაზაფხულის შემოსულა ლენ, რომელიც ელენე ჭავჭავაძის თავის მეუღლის მიუძღვნა სწორედ ამ ჰოსპიტალში და მე ჰოსპიტალის შემდეგ სახლში მკურნალობის პერიოდს ასახავს, როდესაც ქალბატონი ელენე ჭავჭავაძე მართლაც თავგანწირულად უვლიდა თავის მეუღლეს, ეხმარებოდა ამ გამოჯანმრთელების პროცესში. მურმან ლებანიძის უწყვეტი ძიება ახალი სალექსო ფორმებისა და სტილისა მართლაც უწყვეტი აღმოჩნდა ის პირველი გამოქვეყნებიდან მოყოლებული, რომელიც იყო დაახლოებით მაშინ, როცა ის გახდა 16 წლის ბოლომდე. ყველა რო დავყოთ მურმან ლებანიძის ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია 5-დან 10 წლამდე პერიოდებად, რამდენ ნაწილადაც დაიყოფა, ფიქრობ იმდენ მურმან ლებანიძეს სხვადასხვა ავტორს მივიღებთ. აკაკი მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს, გალაქტიონმა ვიცით თვითონ გაშალა ფრთები. ფას შეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის ხომალდი და ხუნძლული ძვირფასი მკვდრებით. მის წინამორბედები გასულ საუკუნეში მოგეხსენებათ იყვნენ ცისფერყანწელები, იყო აშორი 104, იყო სხვა ბევრი საინტერესო ორდენი, რომლებიც ცდილობდნენ სხვადასხვა სალექსო ფორმების შემოტანას, ისინი ცდილობდნენ სხვადასხვა მანიფესტებისა და ლექსების წერით შემოეტანათ ახალი სალექსო სტრუქტურა. მურმან ლებანიძე ამათგან განსხვავებით იღებდა სალექსო ფორმას როგორც ინსტრუმენტს, თუმცა ის არ იქცევდა თავს რომელიმე შემოქმედებით დოგმაში, რაიმე მანიფესტში, რაიმე იდეოლოგიურ ჩარჩოში. იგი იღებდა მაგალითად ფუტურისტული ლექსის ფონეტიკას, სტრუქტურას და წერდა ლექს პონტოს პირეთსა და ანტიკურ სამყაროზე. რამდენად პარადოქსულადაც ჟღერს ეს ყველაფერი, იმდენად აზარტულია მის წაკითხვა და რამდენად აბსურდულიც არის. იმდენად საინტერესო იყო ალბათ მურმან ლებანიძისთვის აი ამ ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება. მათ შორის აბსურდზე რო ვისაუბროთ, მას აქვს ძალიან ღრმა კავშირი ქართულ კლასიკურ ლექსთან, შაირთან, როგორც მაღალიცე დაბალ შაირთან და ამ ყველაფრის გაერთიანებას ახერხებს თქვენ წარმოიდგინეთ დადაისტურ შინაარსის ლექსებთან. იგი თავის მასწავლებლებად ასახელებს როგორც ქართველ პოეტებს, ტიციან ტაბიძეს, ლადო ასათიანს, მოგვიანებით უკვე მთავარ მასწავლებლად გალაქტიონს, ასახელებს უცხოელებსაც. იგი ასევე აქტიურად კითხულობდა აღმოსავლურ პოეზიას და თარგმნიდა იაპონურ ლექსებს. ერთადერთი, ვისაც მურმან ლებანიძე არასდროს არ ასახელებს პოზიტიურ კონტექსტში გახლავდნენ რუსი პოეტები. აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს. ეს კაცია ალბათ თურქის თევის. და მე ვყვირი ჩემს სისხლს დალევს უწინამს და მე ვყვირი აფხაზეთი ჩემი.
მიუხედავად იმისა, რომ მურმანლებანიძემ გადასერევად იცოდა რუსულიც და რუსული პოეზიაც და რაღაცა გარკვეული გავლენები ვერცხლის ეპოქიდან მის შემოქმედებაში იგრძნობა, კერძოდ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად მურმანლებანიძის პოეზიიდან, როგორც არის ქარიშხლების ამომთქნარება, ვფიქრობ, რომ მაიაკოვსკის თითქმის ყველა ლექსი გაგვახსენდება ამ ფრაზაზე. საერთოდ მურმანლებანიძის პოზიციები არასდროს ყოფილა ქარაგმული, არასდროს ყოფილა რაღაცა შეფარვითი, იგი ძალიან ღიად ლაპარაკობდა პატრიოტიზმზე, საქართველოზე. არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდი, არ იყო ბავშვი, არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში. წერდა ამის შესახებ, სხვა თუ არაფერი, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო აქვს კაც და დაწერილი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამოჩნია და ეს ლექსები მოგეხსენებათ ბევრი მათგანი იქცა სიმღერებად. მან 90 წელს გამოაქვეყნა ისეთი პუბლიკაცია, სადაც იგი უერთდება ეროვნულ მოძრაობას, ასე რომ მურმანლებანიძის შეხედულებები საქართველოზე და ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ყოველთვის იყო ცხადი. საერთოდ ავტორები მოგეხსენებათ, რომ არც თუ ისე ხშირად უძღვნიან ხოლმე ერთმანეთს თანამედროვეები, ერთმანეთს ლექსებს, თუმცა მურმანლებანიძე ამ მხრივაც პოეტურად ალტრუისტი გამოდგა. ამ მიძღვნებში არ გულისხმობ მხოლოდ მისი მეუღლის თუ შვილისადმი მიძღვნებს, გულისხმობ მიძღვნებს პოეტებისადმი, როგორც კლასიკოსების, სადაც ძალიან ბევრს უძღვნის ლადო ასათიანს, ისე ვაჟა-ფშაველას, გალაქტიონს, ასევე თანამედროვე ავტორებისადმი. სხვათა შორის ასეთი მიძღვნების ერთ-ერთი სერიიდან არის ის პოპულარული ნაწყვეტი გალაქტიონის შესახებ, რომელიც ბევრს საერთოდ ეგონა არა მურმანლებანიძის ლექსი, არამედ გალაქტიონთან ინტერვიუს აქვს ეგონა რაღაცა ქალაქში მოარული ლეგენდა არა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მურმანლებანიძეს ყავს გალაქტიონი როგორც თავის ლირიული გმირი და შექმნა კიდევაც ძალიან დასამახსოვრებელი პორტრეტი ამ ლექსით. ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის. ბატონო გალაქტიონ, თქვენ პირველი ხართ. დაგვისახელეთ მეორე პოეტი. უცბად ჭინკებით გაევსო თვალი, თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი. საქართველოში ჩაიქირქილა და ლომურ წვერზეთ მოისვა ბჭყალი. გალაქტიონს იგი ნამდვილად აღიარებდა როგორც თავის მასწავლებელს და ეს იგრძნობა კიდევაც მის შემოქმედებაში, განსაკუთრებით დაახლოებით 30-დან 40 წლამდე, როდესაც გახდათ მურმანლებანიძე. ჩვენ ვხედავთ როგორც ირიბ გავლენებს მის პოეზიაზე გალაქტიონისა, ასევე პირდაპირსაც, როდესაც იგი თითქოს იმიტირებს გალაქტიონის სტილს და იმიტირებს ძალიან საინტერესოდ და წარმატებულად, რითაც ვფიქრობ, რომ ხაზგასმულია ის თუ რამდენად თავდაჯერებული იყო, ამავდროულად რამდენად თავმდაბალი იყო, რამდენად გემოვნებიანი ავტორი გახდათ. საერთოდ მურმანლებანიძის თავდაჯერებულობა მართლაც იკვეთება მის ექსპერიმენტებში. ამდენი ექსპერიმენტი, ამდენი სხვადასხვა ტიპის ლექსი მე სხვა პოეტისგან საქართველოში სიმართლე გითხრათ არ მეგულება. ორბლება შვერილი, გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი. საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები. გვიან გავიღვიძეთ ჭიშკრები დაღებული ტყემალზე თუ არა ხომ ვსხედით ჭადარზე. რის თავისუფლება სამშობლო წაგებული მიწები დაყიდული ლექსზე და თათარზე. მურმანლებანიძე ამ მხრივ არის ძალიან გულუხვი, მას შეუძლია ძალიან ძლიერი მიგნებები, მეტაფორები. უხეშად შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ შეალიოს ერთ პატარა ექსპერიმენტს და აღარც კი გაამეოროს ეს. ასე რომ მურმანლებანიძემ გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ დაამსხვრია ქართული ლექსისადმი დამოკიდებულება თავად ავტორების მხრიდან. საერთოდ რომ დავფიქრდეთ გასული საუკუნის მეორე ნახევრის პოეზიაზე და შევადაროთ დასავლეთსა და საქართველოს შორის არსებული დამოკიდებულებები, იქეთ იყო უიტმენის ფილოსოფია, კერძოდ ის რომ პირველი აზრი საუკეთესო აზრია, მაშინ როდესაც საქართველოში ჩემი აზრით სრულიად შემთხვევით, მაგრამ იდეალურად განმარტა ოთარ ჭილაძემ ის თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ პოეტს ლექსის წერასთან, როდესაც ვქვა რომ მე მთელი ღამე ვეძებდი სიტყვას, რომელსაც უნდა გადავერჩინე. მართლაც ეს პათოსი იგრძნობა გასული საუკუნის ქართველი პოეტების კითხვისას, თითქოს ისინი ცდილობენ იმ ერთი ლექსით, იმ ერთი სიტყვით მიაღწიონ თავის მაქსიმალურ პოეტურ პოტენციალს, ყოველგვარ მწვერვალს, რასაც შეიძლება პოეტი მიწვდეს და ამის შემდეგ თუნდაც სიკვდილი მოვიდეს. მურმანლებანიძეს ეს არ ჰქონდა. მურმანლებანიძემ შეძლო და ახლებურად გააერთიანა ერთმანეთში
ავანგარდი, ქართული ლექსი, ხალხური ლექსი და სხვა ბევრი საინტერესო სტილი. ასე რომ მურმან ლებანიძის მრავალმხრივი, მრავალფეროვანი ეს კვლევა, რომელიც ჩართულია მის ლექსებში, ფიქრობ, რომ საჭიროებს იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე მას ამ ეტაპზე აქვს, იმაზე მეტ დაკვირვებას, ვიდრე მას აქვს და ამისათვის ფიქრობ, რომ მინიმუმ რაც შეგვიძლია დასაწყისისთვის არის, რომ წავიკითხოთ მინიმუმ ეს რჩეული, სახელად ლირიკა, დავინტერესდეთ და მე დარწმუნებული ვარ, ის შთაბეჭდილებები, რომელიც გვექნება პოეზიის მკითხველებს, ის აზრები, რომელიც გვექნება ამ წიგნის წაკითხვის მერე გვიბიძგებს ეტაპობრივად, რომ უფრო სიღრმისეულად ჩავუყვეთ ამ ავტორს და უფრო მეტი დაფასება მივცეთ, რამე თუ ის მართლაც იმსახურებს ამას, თუნდაც იმ არაკონფორმისტული დამოკიდებულებების გამო, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, თუნდაც იმ გენიალური მიგნებების გამო, რომელიც მან ქართულ სალექსო სტრუქტურასა და ფორმებს შემოუნახა თავისი მრავალწლიანი ძიებებით.